გამარჯობა მეგობრებო. მე მედია ვარ. ეს არის ჩემი YouTube არხი, რომელიც არ არის ახალი, დიდი ხანია რაც მაქვს. ადრე ვდებდი ხოლმე ვიდეოებს პროფესიული მიმართულებით. მე რაღაც პერიოდი ვეღარ შევძელი, იმიტომ რომ ცხოვრებისეულად მქონდა რთული პერიოდი. და ამ ბოლო პერიოდში რაღაცნაირად მომინდა, რომ ისევ განვაახლო ვიდეოები. ძველი ვიდეოები აღარ მაქვს, იმიტომ რომ მაშინაც ტექნიკურად ბოლომდე ვერ ვახერხებდი, რომ კარგად მოსმენად ყოფილიყო და ახლა რომ მოусმინე, საერთოდ აღარ მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავიწყო ისევ ძველ არხზე, ოღონდ ასე რომ ვთქვათ, ახალი ფურცლიდან. რამდენიმე მიზეზია, რატომაც მომინდა, რომ განვიახლებინა ვიდეოების ჩაწერა. ერთი ის, რომ ზუსტად რთულ პერიოდებში, როდესაც мотиваცია არ მაქვს და ვეძებ რაღაც გარედან ხელმოსაჭიდს, არიან ადამიანები, ვისი ვიდეოებიც არის ხოლმე ძალიან სამოტივაციო ჩემთვის, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრებაში ამკვიდრებენ ისეთ წესებს საკუთარი თავისთვის, ისეთ რუტინებს, ისეთ ჩვევებს, რომელიც ძალიან დამხმარეა და ჩემთვისაც არის სამაგალითო და სამოტივაციო. და ვიფიქრე, რომ რადგანაც მე თვითონ ვარ ფსიქოთერაპევტი და თან პრაქტიკოსი ვარ, მუშაობ პრაქტიკაში, შესაბამისად ეს ცოდნები, რაც მაქვს პროფესიიდან, კიდევ ბევრი დეტალი არის მე რასაც ალბათ ნელ-ნელა ვიდეოებში გავაზიარებ. და ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემს ცხოვრებაში დავნერგო და ვნახო, როგორ მუშაობს. ბევრი რაღაც გამომიცდია კიდეც და გამომართლებია, ბევრი რაღაცა ყოფილა, რომ არც ისე, როგორი მოლოდინიც მქონია. და მეორე მიზეზი, რის გამოც მინდა, რომ ვიდეოები ჩავწერო, რაღაც ინფორმაცია გავაზიარო და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ეს ფორმატს გამოვიყენო, არის ეგ, რომ როგორ მუშაობს ის რა ცოდნაც მაქვს რაღაც თემებთან მიმართებით თეორიულად და პრაქტიკულად რამდენად მუშაობს საკუთარი თავის მაგალითზე მოვსინჯო და მე სხვა ადამიანებსაც გავუზიარო. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს პროფესიაში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც საუბრობს სხვადასხვა თემაზე, ეს იქნება ურთიერთობები, თვითშეფასება, თუნდაც мотиваცია, ზოგი ფინანსების მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური დიაგნოზების მიმართულებით და მე მიჩნდება ხოლმე კითხვა, რომ არჩევანი იმხელა, როგორ აირჩიო, შეიძლება რაღაც მომენტში ვერ მიხვდე და მე ჩემი თავი დამიჭერია ხოლმე ფიქრზე, რომ ძალიან დამაინტერესებდა ეს ადამიანები როგორები არიან რეალურ ცხოვრებაში, ანუ იმის მიღმა, რომ ამ პროფესიაში მუშაობენ, მათი ცხოვრების წესი როგორია. და ვიფიქრე, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება, რომ სამომავლოდ უნდოდეთ ჩემთან თანამშრომლობა, როგორც ფსიქოთერაპევტთან, შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს, როგორი არის ჩემი ყოველდღიურობა, როგორ ვმუშაობ, როგორი ადამიანი ვარ იმ სამუშაო სივრცის მიღმა. და მგონია, რომ ეს ამის შესაძლებლობასაც იძლევა. გარდა ამისა, დავფიქრებულ ვარ იმაზეც, რომ როცა შენ რაც იცი, რასაც ფიქრობ, აზიარებ, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ადამიანები ვინც გისმენენ, გამოგეხმაურონ, თანამოაზრეები იპოვო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია ის, რომ რაღაც ფიზიკურ სივრცეში ვისთან გადაიკვეთები და მე დაუმეგობრდები და დაუახლოვდები და თანამოაზრედ გაიხდი. და მეორეა ადამიანები, ვისაც შეიძლება ვერასდროს ვერ შეხვედროდი, ვერასდროს ვერ დაგემყარებინა კომუნიკაცია, რო არა სოციალური ქსელები. ხო და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მინდა, რომ პერიოდულად, არ ვიცი რამდენად ხშირად გამომივა, იმიტომ რომ მუშაობ, ვსწავლობ და მე ალბათ ნელ-ნელა ამ ინფორმაციასაც გავაზიარებ, რისგან შედგება ჩემი ცხოვრება. შეიძლება რომ ეს ჩემი ვიდეოები არ იყოს ძალიან ხშირი, მაგრამ
ვეცდები და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა პირველ რიგში ვაკეთებ საკუთარი თავისთვის, რომ ის მოთხოვნილება რაც მაქვს გავაზიარო და ვიყო სხვა ადამიანებისთვის სასარგებლო, მე სხვა ადამიანები თავისეს გამიზიარებენ და ესე ვთქვათ ურთიერთგაცვლის პროცესი იქნება. ვინც უყურებს ამ ვიდეოს, გთხოვთ რომ გამამხნევოთ პირველ რიგში, мотиваცია მომცეთ და თუ სურვილი გექნებათ, ისიც დამიწეროთ, თუ არის რამე კონკრეტული საკითხები, რაც უფრო საინტერესო იქნება, რომ იქიდან დავიწყო საუბარი. ჯერჯერობით სულ ეს არის პირველი ვიდეოსთვის და დაგემშვიდობებით.